მაინც ისე მსმენელისთვის რო განვმარტოთ, ამ საქმეზე არსებობს განაჩენი უკვე სასამართლოს დადგენილი და უთქვარად არიან დადგენილები. შემსრულებელი რო იყო ერეკლე კოდუა და მისი რაზმი, უშუალო შემსრულებლები და ყველაფერი, მაინც როდეს მსმენელისთვის ვამბობ, რომ ის რასაც თქვენ ამბობ, რეალურად არის დადგენილი უთქვარი ფაქტებით და ეს არ არის რაღაც. მე შეხვედრა მქონდა შემსრულებლებთან, მე მათ უთხარი, მე თქვენ ინტერესი არ ამარგოთ, თქვენ ციხეში წახვიდეთ, იმიტომ თქვენ ბრძანება იყო და შეასრულებდით. მოვიდნენ პროკურატურაში შეხვდი ამ ბიჭებს, მოვიდნენ ბოდიში მომიხადეს, ვიცოდით რომ ჩვენ როდესღაც პასუხს ვაკეთებთ ამაზეო. და მე მათ ვაპატიე, იმიტომ ისინი არაფერ შუაში იყვნენ, ისინი იყვნენ პროსო ბრძანების შემსრულებლები. და ვინ დაგვალაო საზოგადოებისთვის რო განმარტოთ? კოდუამ დაიბარა კაბინეტში და კოდუამ მისცა კიდე 500 ჩემი ფული, რაც ჩემი ფული ამომიღე $100,000 სუმკიდან, იქიდან მისცა $500 ბიჭებს დაურიგა. თქვენვე დაგაფინანსებინეს, გამოვიდეთ თქვენს წინააღმდეგ. ჩემ თავდასხმიდან რაღაც ძვირიანი ბეჭედი მქონდა, რაც წაიღეს. ის რაც მე სასამართლოში ვარ. ანუ თქვენ ამბობთ რომ გარდა თავდასხმისა გაგზარცვეს კიდეც? კი. მსმენელმა რო გაიგოს. იარაღი წაიღეს, $10,000 თანხობრივად წაიღეს და ძვირიანი ბეჭედი მქონდა, 5 კარატიანი იყო ბრილიანტი, რომელიც საბუთით წარმოადგინა